მართლა უშვებ? გინდათ რომ კაცი გავაყოლა? ხელს მო შეუშლი. შეხტრეს უკანასკრენ. ხვალიდან ისედაც ვერ ნახავენ ერთმანეთს. ჯო ბაიდენის დაუსრულებელი საარჩევნო კამპანია. დემოკრატები რისკზე მიდიან. კამალა. ის პირველი ქალი პრეზიდენტი ვერასდროს გახდება. ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა იქნება. კამალა ჰარისი. ამ ეტაპზე კამალა ჰარისი საუკეთესო კომპეტენტური კანდიდატია. არ მგონია მას ტრამპის დამარცხების შანსი ჰქონდეს. პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ყველაზე ახლოსაა საპრეზიდენტო მარათონთან. კოლაფსის ზღვარზე. წყობრიდან გამოსული 9 მილიონი კომპიუტერი და სრული ქაოსი საერთაშორისო აეროპორტებში. ყველა სასტუმრო სრულად იყო დაჯავშნილი. გადავწყვიტეთ აეროპორტში დაგვეძინა იატაკზე. Microsoft-ის გლობალური კიბერუსაფრთხოების პროგრამა, რომელმაც გლობალური საფრთხე შექმნა. ტერორიზმისა და შეთქმულების გრიფით საიდუმლო საქმე. ტერორიზმთან რაღაც კითხვები გაისვა. უკრაინაში მებრძოლი ქართველები. ამაზე კომენტარს არ გავაკეთე. ვისთან აქვს კითხვა გამოძიებას. საქმე არის ორი მხრივ, ტერორიზმის მომზადება და შეთქმულება ამბოხდება. დასაკითხთა რაოდენობა იზრდება. ნაციონალური მოძრაობის მორიგი მოწოდება. ჩვენ გავერთიოდით, ამიტომ ყოველს გაერთიანების შემოუწოდეთ. ლელოს და გახარიას მორიგი უარი. თავდაანებოს სკოლის მოძრაობის გაგართებას. არანაირ თანამშრომლობას გიორგი გახარიასთან არ მოიაზრებთ. რატომ ცდილობს სააკაშვილის პარტია სხვა პარტიების ერთ ალიანსში გაერთიანებას? ჩვენ კონდელი მოცემულობით გვაქვს დაახლოებით 60%, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, ამ არჩევნებს ძალიან მძიმე წააგებს, რა თქმა უნდა, კოლექტიური დასაზრება. მამა, სად მიდიხარ? სადმე წავალ შვილი, სადაც ვერავინ მიპოვის. მაგრამ სად? არ ვიცი. ასეთი ადგილი გახსენდება. მექსიკა. ფილმებში ყოველთვის მექსიკას აფარებენ თავს. შვილო, იქ იმიტომ მიდიან, რომ ბოროტმოქმედები არიან. საერთოდ იცი მექსიკა სად არის? ძალიან შორსაა. მართალია. ფული მხოლოდ იოსგადში წასასვლელად მეყოფდა. ან სადმე მის მახლობლად. როგორ უნდა ვნახოთ ერთმანეთი? ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ? დაგირეკავ ხოლმე. აიაბარათებსა და წერილებს გამოგიგზავნე. აუცილებლად გამოგიგზავნე. მამა, ამ საუკუნეში წერილებს კიდევ წერენ? ახლა მესეჯები არსებობს. იმეილი. წერილები უფრო ნამდვილი. როგორ გითხრა? წერილები. რამდენი ხანი უნდა ამას კეთო? ლაგრე, ამ რო გაწინდა. რა გაიწო? სინამდვილეში არ წახვალ? რა თქმა უნდა, იცი ეს დაახლოებით რას გავს. ჩვენ ლობიოს მარცვლები ვიყავ. ყოველთვის ერთ პარკში ვიქნებით. აი შეგულიც ხომ არის? ო, ლობიო, ბრინჯი და წაძიკი. მე წაძიკი არ ვქნები. კარგი ბატონო სინან, თქვენი ნება. კაი აღარ დამჭირდება. მომისმენი. ყოველ სკოლაში მიდიხარ? ესეო მე შენ და აიშეგული. აიშეგული. გასობს? მიხდი? ისეთი ბოდუა მოიჭრეს. კარგი? კარგი. კარგი. ამ შეწყვეტილი სახელია? უფრო მეტად. ჩვენ. კარგი. ნახონდის. დროებით, მამა. ისე ვერთად ვიქნებ. არიდა.
ნო, შენ გიჭირავს გამათელი. როგორ გავაგორო, ხელში თუ არ დავიჭერ. პირით დავიჭირო. ისრადუა. ომეპრაზარი ხო მოგეცი მე და საწარი რა ვიცი მე მგონი 4 მოგეცი რაღაც ერთი ჩაიმაღე ახალგაზრდები. აკი მე იგი მაგას ჩევიდეს ჩემს ხალხი ჩარჩუი ო მაგრამ რამდენი უნდა დალიო ის მე საკუთინი ვალა გაბადანო საგამოშვიდობისა. საგამოშვიდობისა. ვიფიქრე და გადავწყვიტე. კეთილი საქმე გავაკეთო, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი ეღირება. კარგი მიხარით რამდენი გინდათ? გავიფარცხნო რომ 50,000 დოლარი. 50,000 დოლარი. კი, მაგრამ ეს ძალიან ძვირია. შენ რა ქენი? რასთან დაკავშირებით ხარ? სიყვარულით რომ ხდებოდი. სიყვარულით რომ ხდებოდი. მაგრამ ეს ძალიან რთული ამბავია. ყველა შეყვარებულმა თავის სიყვარულზე უნდა ილაპარაკოს. კაცს უყვარს. უნდა უთხრას ეს ამბავი თავის შეყვარებულს. ედვის, მაგრამ ჩვენი მეგობარი ცოტა მორცხვია. მომესმინეთ, ჩემს კარიერას საფრთხეს უქმნი. მეტი ჩემს სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. კარგი. არ შეიძლება ცოტა დააკლოთ. 50,000 ძალიან ბევრია. ალბათო, ეს ჩემი ბოლო სიტყვაა. ან დამტახდით, ან უარი თქვით. კარგი. შევეცდებით ანხავიშოვა. კარგი. კარგი ძვირფასო. ხალხ ნახარ. სადრეთი. სადმე მიდიხარ? ბავშვის ოთახს დავათვალიერებ. კომიცი მალე მამა გავხდები. ისე ნოიზამ რომ ვინმე გაიგოს. საღამოს ადრე დაბრუნდი, კარგი? საქმე გვაქვს. ვიმუშავოთ. კარგი? ამერტო მოთმინება მომიცი. შენ ერგაც რატომ უნდა შეცვეშვილო? პირდაპირ უთხარი რის იქცვენია. ხომ შეიძლება უარი მითხრას, მამა? ესე იგი? ვარდი გინდა, მაგრამ გიშინია.
ეგალი არ შეგერჯოს. არსებობს სიყვარული, რომელსაც უარის მიღების არ ეშინია. გიბრუნდებით ხელი სიახლეებით. დიდი რეკონსტრუქცია ნაპოლიში. დაესვა თუ არა კვარაცხელიას მომავალ საბოლოო წერტილი. გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგა დასრულდა. რატომ ამჯობინა მესმა ლიონი მონაკოს? მეგა სიახლე მაგრამ მაინც გაბედა. არ დანებდა. ურჩევნია შენთვის ილოცოს, მამა. ასეთ ერთს კარგად ვიცნობ, ზულფიქარ. ესვრი მერე ნანობდა ტირინს. მოგესალმებით, მეგობრებო და გიბრუნდებით ხელი სიახლეებით. დიდი რეკონსტრუქცია ნაპოლიში. დაესვა თუ არა კვარაცხელიას მომავალ საბოლოო წერტილი. გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგა დასრულდა. რატომ ამჯობინა მესმა ლიონი მონაკოს? მეგა სიახლე გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით. მოტივაციისთვის კი თხოვნა მექნება რომ ავიდეს ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ამ თვეში კი ჩვენი მიზანი 65,000 გამომწერი. შეიძლება, მაგრამ შენც ისევე დაგჭი როგორც შენი მეგობრები დავსაჯე. მართლა? დიახ, მართლა. არაფერი არ დამიწებია. ბიძა შენი როგორ არის? მაქო ვაღბერს, უკეთ არის მამა. კარგი. Карга дыхала. Когда мать зашла в ванную и увидела, что делают ее дочь и сын, она закричала от ужаса. Сьюзи и Тимми были неразлучными братьями и сестрой. Их связь была чрезвычайно крепкой. Родители же были небрежными и часто воспринимали их лишь как рты, которые нужно кормить. Сьюзи взяла на себя роль защитника и учителя для своего младшего брата. Родители оставались в неведении, даже когда Сьюзи и Тимми росли и постепенно привыкали жить без отцовской заботы. Что бы они ни делали, Сьюзи и Тимми всегда были вместе, что делало их связь еще сильнее. Однажды ночью все изменилось. Мама вернулась с работы и увидела пустой дом, но не беспокоилась, потому что знала, что Сьюзи хорошо позаботится о своем брате. Пока мама пошла на кухню готовить ужин, она услышала шум из ванной. Когда мама зашла туда, она нашла Сьюзи, сжимающую своего брата. Шокирующее зрелище разбило ее иллюзии. Кликните подписаться и оставьте комментарий. Брат и сестра для второй части. არ მაინტერესებს იციან თუ არა. ჩვენ მეორე ოთახში გავიდეთ და საშინაო დავალებას მივხვდეთ. პოლკოვნიკო, ნუ შეწევდებით, მალე წავალ. არა. პოლკოვნიკო ტოლმას სახლში გავაცხელებ და ახლავე მოგართმევთ. რა თქმა უნდა, ზუსტად რატომაც არა. მოდი კარი დაკეთე, პოლკოვნიკო. ახლა რა საპირე? კონგეი. წავალ. სხვა რა გზავნობს? რა სისულელეს ამბობ? რას ნიშნავს წახვალ? წინასასწავლო. მე? რომ გითხრა წამოხვალ? არ წამოხვალ. დარჩენე რომ თხოვო? მაინც არ დავრჩები. პოლკოვნიკო, ხელს მომკრავ, არაფერი მესმის. ხელ
ხელს ვინ კრავს? ერთ ოჯახ. გაჩვდით. ვერ გავიგე რა თქოს, გამოდის რომ ერთად მიდიან. ასეთი ჭრეთ ავტობუსიც კი არ არის. მაშინ გავამართვი სამგზავრო ბარათი და გაადა. რა მოგწ? აი მე და რა გინდა? არ იყენებთ შენ ომეპრაზოლს. ხო მოგეცი და რამდენი უნდა მოგცე? რა ვიცა? საღა მექნება. თამაშიდან გავდივარ. ამა ჩემ არ უნდა გაიგოს რომ ერთად მივდივართ. ხვალსინან სკოლიდან წამოვიყვანთ. მერე გზას გავუდგებით. სად მივდივართ? ჩემი აზრით მნიშვნელობა არ აქვს საწავად. ერთად ვართ. თავარი ეს არის. შეხედე, სერიოზულად აპირებენ წასვლას. ჩვენ გვტოვებენ. თუნდაც ჩემი საქმე, კლასში ჩავრჩები. ჩვენ აქ რას ვაკეთებთ?